ისტორიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მეორე მხრივ ყველაზე მეტად ამოუხსნელი და დიდი კითხვის ნიშნებით დარჩენილი პიროვნება. პიროვნება, რომელსაც თქვათ გვერდსული და დიდი ივანე ჯავახიშვილი, იმიტომ რომ მისი შეფასება, თქვათ, წმინდა ქართული პატრიოტული თვალსაზრისით რთულიც კი იყო. ადამიანი, რომელსაც მოუწია რამდენჯერმე სარწმუნოების გამოცვლა. იყო გიორგი სააკაძე, სხვადასხვა დროს ქრისტიანი, შიიტი მუსლიმი, სუნიტი მუსლიმი, კვლავაც ქრისტიანი. გიორგი სააკაძის მოღვაწეობის პერიოდში იყო ყველაზე უფრო საქართველოს და ქართული გენოფონდის, ერთ მოკლე მონაკვეთზე რო ავიღო, დამაზიანებელი ომები და შემოსევები, გულისხმობ შახაბაზის 4 შემოსევას, რომლის დროსაც საუბარია მინიმუმ 200,000 კახელის განადგურებასა თუ ირანში გადასახლებაზე და მეორე მხრივ გიორგი სააკაძის დროს ქართულმა ერმა მოიპოვა რამდენიმე ისეთი ბრწყინვალე გამარჯვება, იგივე ტაშისკარი თუ იგივე მარტყოფ მარაბდის ეპოპეა, რომელიც თქვათ უტოლდება დავით აღმაშენებლის დიდ ომებს და საერთოდაც ესეთი გამარჯვებები საქართველოს ისტორიაში თიწია ჩამოსაცვლელი. შესაბამისად ამ ადამიანის შესწავლა ბოლომდე მიყვანილად ვერ ჩაითვლება და ალბათ საჭირო და მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე ასპექტზე გამახვილება. მაგრამ გიორგი სააკაძის ფენომენის შეფასება შეუძლებელია იმ გრანდიოზული მოვლენის შეფასების გარეშე, რასაც წარმოადგენდა ირან-ოსმალეთის ომები და განსაკუთრებით ირან-ოსმალეთის ომების კულმინაციური პერიოდი, რომელიც უწევს სწორედ მე-16 საუკუნის მიწურულიდან მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. თქვენ თუ გაეცნობით და ჩვენ თუ გავეცნობით თანამედროვე მსოფლიო ისტორიოგრაფიას, ოსმალეთის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და შესწავლადი ფენომენია თანამედროვე მსოფლიოში. და გარდა ამისა, ახლა არავინ არ უარყოფს, რომ ოსმალეთი რაღაც ეტაპზე მეორე-მესამე ადგილებს იყოფდა მსოფლიოში სიძლიერით. თუ პირველ ადგილზე არ ქონდა პრეტენზია და აი ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემები, ყველაზე დიდი ომები, ყველაზე გრანდიოზული ეპოპეა ოსმალეთის ისტორიისა არის სწორედ ირან-ოსმალეთის ომები. ირან-ოსმალეთის ომების განხილვა საქართველოს კონტექსტის გარეშე საქართველოს უბრალოდ შეუძლებელია. მთელ რიგ წყაროებს და მასალას, პარალელურად როგორც არსებობს ირანული და ოსმალური, ავსებს ქართული წყაროები. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ ამ ორივე ქვეყნის პოლიტიკაში სწორედ ქართველები დომინირებდნენ. არათუ რიგით პერსონებად, არამედ პირდაპირ თუ შახაბაზის შემდეგ ყველა შახის დედა და ბებია იყო წარმოშობით ქართველი და ყველაზე დიდი პროცენტი ალბათ თვით სერბებს და ებრაელებსაც კი უტოლდება ქართული გენეტიკა ოსმალეთის დიდი ვეზირების, კაპუდან ფაშების რაოდენობით. აღარაფერს აღარ ვიძახი. თქვათ, ერაყელ თუ ეგვიპტელ მამლუქებსა და მათ ხვედრით წილზე აი ამ პერიოდის ისტორიაში. მაგრამ თუ როდესმე ირან-ოსმალეთის ომი თავის კუთვნილ ადგილს ისტორიაში დაიბრუნებს და ისეთივე ცნობილი გახდება, როგორც არის თქვათ სულეიმანის ან 1600-იანი წლების ოსმალების ლაშქრობა ვენისაკენ და საღვთო ომისა და ოსმალეთის ან რუსეთ-ოსმალეთის ომები, მაშინ გიორგი სააკაძე, რომ არა მარტო თქვათ რეგიონალური და წმინდა ქართული თვალსაზრისით, არამედ მსოფლიო თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიდ ფიგურა წარმოჩინდება. ირანის ყველაზე დიდი წარმატებები ოსმალეთის ფრონტზე. ეს ხდება როდის? 1612 წლიდან 1625 წლამდე. დაკავშირებულია გიორგი სააკაძის იქ მოღვაწეობასთან. პირდაპირ წეს ისკანდერ მუნში, შახაბაზის მთავარი ისტორიკოსი, რომ გიორგი სააკაძე ეს მართალია არასოდეს არ ყოფილა მოურავი, როგორც ის უწოდებს, არასოდეს არ ყოფილა შეიძლება რომელიმე კონკრეტული სახანოს მმართველი, მაგრამ ედუარდ ის ასრულებდა გენშტაბის უფროსის მოვალეობას. აბსოლუტურად ყველა ოპერაცია იგეგმებოდა და წყდებოდა გიორგი სააკაძის მონაწილეობით და გადამწყვეტ მომენტში მთავარ დამტყმად ძალას სწორედ ეს ღოლამებისა და აი შახის ევანები, ანუ შახის მეგობრების ეგრეთ წოდებული ბრიგადები, რომელიც ძირითადად იყო კავკასიური და ქართული, აი ამ შენაერთების, რომელთაც გიორგი სააკაძე მეტაურობდა, მონაწილეობით წყდებოდა ბრძოლების ბედი, სწორედ აი ამ მონაკვეთში 1612-დან 25-მდე და ყველაზე დიდი წარმატება ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში შახაბას, სწორედ ამ მონაკვეთში და ამ პერიოდში ჰქონდა. პირიქით, როდესაც ყველაფერი ეს ყველა ეს მონოპოვარი ირანმა დაკარგა, როგორც სპარსელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს, დაკარგა მაშინ, როდესაც გიორგი სააკაძე 25 წლის გაზაფხულში აუჯანყდა შახაბას. ისკანდერ მუნშის მტკიცებით, რომელიც უკვე წყეულ გიაურს ეძახის გიორგის.
გიორგი სააკაძის აჯანყება მარტყოფის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლამ და მერე პარტიზანულმა ბრძოლებმა, რომლის დროსაც 70,000 კაცამდე გაუნადგურა ირანს რეგულარული არმიის, რომლის რაოდენობა სულ 120,000 იყო მანამდე. გამოიწვია სეპარატული მოძრაობები მთელ ირანის ტერიტორიაზე. როგორც ის ამბობს, თვით ფარსის ოლქშიც, ხუზებში, ლურებში, ქურთებში და ასე შემდეგ დაიწყო ისპახანური, ანუ ანტიირანული ამბოხებები. და რეალურად შახაბაზი ისე გარდაიცვალა, რომ სიტუაცია მან ვერ დაარეგულირა. და თუ ამას დაუმატებთ იმ ფაქტსაც, რომ ბაზალეთის ბრძოლის შემდეგ 1626 გიორგი გადაიხვეწა ოსმალეთში და ის უკვე კონიის ბეგლარბეგი, ანუ ფაშა ხდება და ახორციელებს ამ შემთხვევაში უკვე საპირისპირო შეტევას ირანის წინააღმდეგ და მრავალი ასეული კილომეტრით ახევინებს თქვა ირანელებს უკან აქედან გამომდინარე გამოდის რომ აი ამ ყველაზე მძაფრ პერიოდში 1603-დან 1629 წლამდე, როდესაც ირან-ოსმალეთის ომების ყველაზე ესე თქვა ცხელი პროცესი იყო, ყველაზე დიდი ცვლილებები რაც კი ხდებოდა ამ ომში, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან, დაკავშირებული იყო გიორგი სააკაძის პიროვნებასთან. სხვა შორის ესეთი რაღაცა არის, როდესაც თეიმურაზი იმყოფებოდა რუსეთში გადახვეწილი. ეს არის დაახლოებით 1659 წელი გიორგი სააკაძის კვლელობიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი, რომელიც სხვა შორის საკმაოდ მოკლებული იყო იმ პერიოდის ევროპულ და მით უმეტეს აზიურ ინფორმაციებს, მაგრამ თავად განსაჯეთ, რაოდენ ცნობილი პიროვნება იყო გიორგი სააკაძე იმ დროინდელ სამყაროში, რომ რუსეთის მეფე რომანოვი ალექსი მიხელიძე კითხვას უსვამს თეიმურაზს, რომ ჩემთვის ფრიად საინტერესოა რამ გამოიწვია კონფლიქტი თქვენ და მოურავ შორის. ეს საერთაშორისოდ გახმაურებული თემაა. გიორგი სააკაძე ჩვენ გვხვდება ოსმალეთის სულთნის წერილებში, პირა წერილებს როცა უგზავნის, აღარაფერს ვამბობ შახტამ ურთიერთობაზე, როგორც თქვი, პორტუგალიელი მისიონერების ჩანაწერებში, რომის პაპის წერილებში, ელემენტარულად რამდენიმე ნახატია შესრულებული, როგორც თქვა და ეს კასტელის ცნობილი ხო ვიცი და ასე ოსმალეთში აღმოჩენილია სხვების მიერ შესრულებული მოურავ ფაშას, მოურავ ბეგის, დიდი მოურავის პორტრეტები. მოკლედ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც იმ დროინდელი გეოპოლიტიკა კინაღამ გადააკეთა, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ეხლა აი რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ, თქვა და მისი გრანდიოზული საქციელიდან. როდესაც მოიგო, თქვა მარაბდა და მარტყოფით, ამაზე ალბათ ცალკეც გვექნება ჩვენ საუბარი, თვითონ ეპოპეაზე. ამის შემდეგ ის წერილს წერს ოსმალეთის სულთანს და სთავაზობს, რომ თუ ის დროულად დაძრავს ჯარს, მაშინ სავსებით რეალურია, იმიტომ გიორგი სააკაძე მარტო აი თავის შენაერთებით არ აქსამდნენ მთლიანად გაწმინდა კავკასია ირანელთაგან და განდევნა, რომ ირანს დაიპყრობენ და ყიზილბაშურ ირანს შუაზე გაიყოფენ. და სხვა შორის ამის დასტური წერილები არსებობს ოსმალეთის სულთნის, ესე იგი აღალციხის ფაშასთან, ყველა საფაშოსთან, რომელიც კავკასიასთან სიახლოვეს იყო, აღმოსავლეთ მცირე აზიულ, ბაშიაჩუკთან, ესე ეძახდა ის იმერეთის მეფეს, დადიანთან, სადაც მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ ხარი დაუჭე ტრაპიზონის ფაშასთან და ასე შემდეგ. მოურავს და სხვათა შორის რამდენიმე დღე დააკლდა აი ამ კოალიციურ ჯარს, რომ მოსულიყო თქვა უკვე კავკასიამდე, პრაქტიკულად მთელი რიგი შენაერთები დიარბაქირამდე იყო მოსული მარაბდის ბრძოლამდე. ამის შემდეგ მართალია პროცესი შენელდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მარაბდაში ჯერ ერთი ორჯერ მეტი ირანელი დაიღუპა ვიდრე ქართველი და საინტერესო ისაა, რომ გიორგი სააკაძე არ სარდლობდა მარაბდას. მარაბდაში მას არ დაუჯერეს. ის სიმონ მეფიშვილიშვილი, მანუჩარ ჯაყელი იყო და თეიმურაზი უფრო პირველი პირები უფრო მეტად მანუჩარ ჯაყელი, რომელმაც უბრალოდ ყველანაირ სამხედრო სტრატეგიულ ამოცანაზე მაღლა შემდეგი ფრაზა დააყედა, რომ ბევრი რჩევა ცუდი არის, გამარჯვება არის ღმერთზეო. და პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ყოველგვარი სამხედრო ტაქტიკური მოსაზრებების და იგონორებით განეხორციელებინა ჩეტევა, ისე რომ დაზვერვასაც არ უმუშავია წესიერად და ელემენტარულად ისიც არ იცოდე, რომ თქვათ რამდენიმე საათში ყიზილბასა ჯარს განჯის ყოფილი ხანის შაჰ ბენდე-ხანის ჯარი უნდა შეერთებოდა. ამან გამოიწვია თქვათ ის შედეგები, რომ ვერ გავიმარჯვეთ იქ, მაგრამ შემდგომ თვეებში, 3 თვის განმავლობაში 20,000-მდე ყიზილბაში გაწყვიტა გიორგი პარტიზანული ბრძოლებით. მათ შორის მარტო ქსნის ხეობაში 14,000 ჯარისკაცი ჩაუხოცა. და შესაბამისად შახაბაზის სიძე ისახან ყორჭიბაში მხოლოდ 200 კაცით გაიპარა საქართველოსდან და მთლიანად სხვა შორის აღმოსავლეთ საქართველო გიორგი სააკაძის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ წელილებსაც თუ ნახავთ,
თეიმურას კი არ წერინებს ან თბილისის ციხეში გამოკეტილ სიმოხანს. გიორგისთან აქ ყველა უწყობს, მათ შორის ევროპელ მისიონერებს, მათ შორის ოსმალეთს მიწერ-მოწერა და ასე შემდეგ. გიორგი სააკაძის ბიოგრაფიას როგორც საერთაშორისო ავტორიტეტის არ დამთავრებულა 1625 წლის გამარჯვებებით. მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხი იწვნია სხვადასხვა მიზეზების გამო და საერთოდ გიორგი სააკაძის საშინაო პოლიტიკაზე ჩვენ სხვა დროს ვისაუბრებთ, ანუ მის როგორც საწყის ეტაპზე 1612 წლამდე, ასევე შემდგომში იმ ობიექტურ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია დაპირისპირება, თქვათ, ბაგრატიონების სამეფო ოჯახებს, არა მარტო ქართლის შტოს, არამედ ქართლის კახეთის შტოებსა და გიორგი სააკაძეს და მის მომხრეებს შორის და რამაც გამოიწვია, თქვათ, ის პოლიტიკური ბატალიები, რომელიც საქართველოში ხდებოდა. მაგრამ აქ მე მინდა დაუბრუნდე იმ საერთაშორისო მნიშვნელობას გიორგი სააკაძისა, რომელსაც, თქვათ, იგივე უცხოური წყაროებით ვაწყდებით. 26 წელს ბაზალეთის ომის შემდეგ ის მიდის ოსმალეთში, რა თქმა უნდა, თავისი ამოცანები აქვს და თავის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აგრძელებს დიალოგს და მოლაპარაკებებს სულთანთან და დიდ ვეზირთან და ასე ვთქვათ, კონსტანტინოპოლთან, როგორც მაშინ ერქვა ოფიციალურად, ანუ იგივე სტამბულთან, მაგრამ პარალელურად ხდება რა? კაცი, რომელიც ერთის მხრივ არის მოკვეთილი უკვე ქართულ-ირანული სივრციდან და ოსმალეთში იმყოფება 1629 წლის იანვარ-თებერვალში აღმოჩნდება შემდეგნაირ სიტუაციაში. მკვდება შაჰ აბასი, ირანის სამეფო ტახტზე ადის შაჰ სეფი, შაჰ აბასის ერთ-ერთი შვილიშვილი, მაგრამ მთავარი რა არის? ირანის სამეფო კარზე არსებობდა რამდენიმე პარტია, რამდენიმე პოლიტიკური დაჯგუფება. ერთ-ერთი იყო ძმები უნდილაძეების მაგალითად. ასევე არსებობდა ყიზილბაშური პარტია, ხო ძველი ყიზილბაშის ტომთაბელადების, ზოგს ხანი ერქვა, ზოგს სულთანი, ზოგს ამირამის მნიშვნელობა. და არსებობდა კიდევ ერთი პარტია, რომელიც იყო სააკაძის მოკიდებულ კაცთა პარტია, ანუ გიორგი სააკაძის პარტია. ამ პარტიის წარმომადგენელი ერთ-ერთი, აი ყველა მეტაკლებად გამორჩეული პიროვნებები იყვნენ, მაგრამ მათში ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ორი როსტომისგან შედგებოდა, ანუ ყოფილი ხოსრო მირზა ბაგრატიონისა და როსტომ სააკაძისგან. უცებ აღმოჩნდა, რომ ხოსრო მირზა ბაგრატიონი შემდგომში როსტომ მეფესო უწოდებთ ჩვენ. აღმოჩნდა, რომ არის ისფახანის ტარუღა მერი, მთელი ირანის გვარდიის მთავარსარდალი და გიორგის ბიძაშვილი, ასევე მისი პარტიის წევრი და აი ზუსტად ამ დაჯგუფების ნაწილი, როსტომ ხან სააკაძე ინიშნება მთელი ირანის არმიის უმაღლეს მთავარსარდლად, სპასალარად. აი ამ ორ კაცს აყავს შაჰ სეფი, ესენი უდგანან გვერდით და უცებ აღმოჩნდება, რომ ამ განდევნილი კაცის პარტია შაჰ აბასის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ თვეში იმარჯვებს ირანის პოლიტიკაში, სულ ჰეგემონიას ამყარებს ირანში და ყველა ამ პარტიის ოპოზიციურ ძალას ანადგურებს. პრაქტიკულად გიორგი სააკაძე ოსმალეთში ყოფი მოდის ირანის სათავეში. ამას მოყავს სხვათა შორის თავარი ეჭვი, რის გამოც გიორგი მოკლეს შემდეგ ოსმალებმა მუხანატურად. კი ბატონო, ის ალბათ საქართველოსკენაც აპირებდა წამოსვლას, მაგრამ თავარი ეჭვი მან გააჩინა, ეს არ იყო დაპარული, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ დაინახა, რომ მათი ერთ-ერთი ფაშის, სარდლის ხალხი მოვიდა თავარი მტრის სათავეში. და სავსებით რეალური იყო, რომ გიორგის აცით ისწევდა ეტოებინა ოსმალეთი და ირანის ორბიტაზე გადაინაცვლა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც სოფლიოს მინიმუმ 5 ელში მაინც შედიოდა სიძლიერით. მე არ ვამბობ, პირველი იყო გასაგები არსებობდა, ხო? ევროპული სახელმწიფოები ეს ახლა მე-17 საუკუნე და ნიდერლანდების დომინაციის პერიოდია, მაგრამ ნიდერლანდების შემდეგ ძალიან ძნელად მომეპოვება და მე ფიქრობ და საფრანგეთის გარდა მე-17 საუკუნეში ევროპაში ოსმალეთზე და შაჰ აბასის ირანზე უფრო ძლიერი სახელმწიფოები. ესე 5 ელში შემოვალ უძლიერ სახელმწიფოების პოლიტიკურ ბედიღბალს წყვეტდა ერთი კაცი. ამიტომაც ვამბობ, ჩვენ შიდა პოლიტიკაზე გიორგისაზე ცალკე ვისაუბრებთ, მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ცალკე არის სასაუბრო, ეს კიდე ცალკეტებაა, მაგრამ გიორგი სააკაძე, როგორც მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, უეჭველი ელოდება თავის დიდ შუადღეს, იმიტომ რომ როგორც კი
აი იმ დროინდელი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი, რასაც ქვია ირან-ოსმალეთის ომები, რომელიც დღემდე ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე არ არის განხილული და არ არის შესწავლილი, მაგრამ პირდაპირ მე ჩემი კოლეგების მოსაზრებებს ვახმოვანებ, არის უდიდესი მოთხოვნილება, რომ ეს უნდა შეიქმნას და დაიწეროს. ამ შემთხვევაში აი მსოფლიოს ისტორიას, როგორც კი ეს პროცესი დაუბრუნდება, აქ მისი უდიდესი დირიჟორი გიორგი სააკაძე დაიკავებს ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა.